როგორც სწორად უნდა შევჭრათ ფრჩხილებით შვილს. მეტოგვამშობლებისა ძალიან ეშინია ამ პროცედურის, ხომ ასეა? მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი ინსტრუმენტია, ხომ ასეა? ჩვენ გვაქვს პინცეტები, გვაქვს მაკრატლები და კიდევ სპეციალური ფაილებიც კი არსებობს. მაგრამ იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენ შვილს ზიანს არ მიაყენებთ და ფრჩხილებთან პრობლემა არ იქნება, სწორედ ამისთვის არის ეს ვიდეო რგოლი. ახლა დაგიხატავთ და გაჩვენებთ, როგორ კეთდება სწორად. მოდით, სქემატურად ასეთი მშვენიერი ფრჩხილი დავხატოთ. ახლა ეკრანზე გაჩვენებთ მას, ხომ ასეა? სწორედ ასე გამოიყურება ჩვეულებრივად ფრჩხილი. რას აკეთებენ ჩვეულებრივ მშობლები? ისინი ჭრიან ფრჩხილს და სადღაც შუაში, როცა რაღაც ხდება, მაგალითად ფრჩხილი ტყდება, ეს ფრჩხილი ასე ეკიდება, ხომ ასეა? და არასდროს, არანაირი პირობების შემთხვევაში, არ შეიძლება ეს დარჩენილი ფრჩხილი არც მოგლიჯოთ, არც სადოთ როგორმე ჩამოადგოთ. ჩვენ ყოველთვის და ყოველთვის ბოლომდე უნდა მოუჭრათ. როგორც ხელებზე, ისე ფეხებზე ფრჩხილებს მხოლოდ სწორად ვჭრით. ხოლო გვერდითაც აწყვეტილ ადგილებს უბრალოდ ვრგვალევთ. თუ ეს ტექნიკურად დავხატავთ, ასე გამოიყურება. ანუ როგორც ხელებზე, ისე ფეხებზე ფრჩხილებს სწორად ვჭრით, ხოლო ეს წაწყვეტილი ადგილები ვრგვალევთ, რათა შევამციროთ ჩაზრდილი ფრჩხილის რისკი. ასე რომ გარწმუნებთ, ბავშვის ფრჩხილები დროთა განმავლობაში ძალიან ლამაზად გამოიყურება. და რაც მთავარია, თქვენ ბავშვს ზიანს არ მიაყენებთ და უფრო მეტიც არ დააზიანებთ.